საქართველოში მაიდანს ვერ აღირსებით. ევროინტეგრაციის შეჩერების შემდეგ ივანიშვილის რეჟიმი ქართველების დაშინებას მხოლოდ წამებით, არაადამიანური მოპყრობითა და რეპრესიებით არ ცდილობს. საპროტესტო ტალღის გასანეიტრალებლად პროპაგანდა ძველ და ნაცნობ საფრთხობელას მაიდანს მიადგა და როგორც მესიჯის დისციპლინა მოითხოვს, ის უკვე გამოღეჭა ყველა ყბამ, რომელსაც ეს მოეთხოვება. რეჟიმი ამტკიცებს, რომ მაიდანი ძალადობრივი სახელმწიფო გადატრიალება იყო, რომელიც იანუკოვიჩ დასავლურმა ქვეყნებმა მოუწყვეს. თუმცა სანამ რეჟიმის პროპაგანდას ვუპასუხებდეთ, გავიხსენოთ რა მოხდა 2013 წლის ნოემბერს უკრაინაში და რა უძღოდა მაიდნის მოვლენებს წინ. 2013 წელს იანუკოვიჩმა არაერთი საჯარო დაპირების მიუხედავად და უკრაინელი ხალხის ნების წინააღმდეგ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ის ამ შარში ბოლომდე თავისით არ გახვეულა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იანუკოვიჩმა რუსეთს აბსოლუტურად ყველა კრიტიკულ საკითხში დაუყვავა, 2000 წელს მისი პარლამენტის გადაწყვეტილებით უკრაინამ უარი თქვა ნატოში ინტეგრაციაზე და უბრალო სტატუსი გამოაცხადა. იმავე წელს იანუკოვიჩმა პრეზიდენტ მედვედევთან ხარკოვის პაქტს მოაწერა ხელი, რომლითაც რუსეთმა სევასტოპოლის სამხედრო ბაზაზე კონტროლი 25 წლით გაიხანგცლივა. მისმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში გაზარდა რუსეთზე უკრაინის ენერგოდამოკიდებულება, 2012 წელს კი იანუკოვიჩმა რუსულ ენას რეგიონული ენის სტატუსი მიანიჭა. ყველაფერი ეს რუსეთის ინტერესებთან რაციონალურ კომპრომისად მოინათლა, თუმცა საბოლოოდ პუტინმა სტრატეგიული ინტერესების ხაზი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და უვიზო მიმოსვლაზე გადმოწია და იანუკოვიჩ შეთანხმებაზე უარის თქმა მოსთხოვა. 21 ნოემბერს იანუკოვიჩის პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა უმაღლესი რადის ხდომაზე უკვე საჯაროდ გამოაცხადა, რომ უკრაინა ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა. ხელისუფლების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად კიევის მთავარ მოედანზე 21 ნოემბრის საღამოს რამდენიმე ათასი მოქალაქე, ძირითადად სტუდენტები და ახალგაზრდები შეიკრიბნენ. შეკრებები ერთი კვირის განმავლობაში კონფრონტაციისა და ესკალაციის გარეშე მიმდინარეობდა, სანამ 30 ნოემბრის ღამეს მაიდანზე დარჩენილი რამდენიმე ასეული დემონსტრანტი იანუკოვიჩის ბერკუტმა ალყაში არ მოიმწყვრია და რკინის ხელკეტებით დაარბია. სწორედ 30 ნოემბრის სასტიკი ძალადობა აღმოჩნდა პროტესტის გაფართოების მთავარი წინაპირობა. 1 დეკემბერს მაიდანზე უკვე 9 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიკრიბა. პროტესტის დასარბევად მობილიზებულ ბერკუტს კი მოქალაქეებმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს, რასაც დემონსტრანტებსა და სპეცრაზმენებს შორის პირველი შეტაკებები მოჰყვა. იანუკოვიჩმა თვენახევრის განმავლობაში ქუჩაში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს დამატებითი რეპრესიებით უპასუხა და 16 იანვარს პარლამენტს ახალი კანონმდებლობა მიაღებინა, რომლითაც შეკრებებსა და მანიფესტაციებზე დრაკონული შეზღუდვები დაწესდა. მაგალითისთვის ახალი კანონმდებლობა სამშენებლო ჩაფხუტით ან სხვა დამცავი ქუდით დემონსტრაციაზე მისვლისთვის 10 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებდა. იმავე პაკეტში რადამ მიიღო ეგრეთ წოდებული რუსული კანონიც, რომელიც დასავლური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებდა. რამეს ხომ არ გაგონებთ? იანუკოვიჩის რეპრესიებს მოქალაქეებმა უფრო მტკიცე პროტესტით უპასუხეს, რასაც ბერკუტის მხრიდან მეტი სისასტიკე და ძალადობა მოჰყვა. სცენაზე გამოვიდნენ მთავრობის მიერ დაქირავებული ტიტუშკებიც, რომლებიც მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. როდესაც ქუჩაში მოქალაქეების ძალადობრივ დევნას და მათზე ნადირობას ძალოვნების ყოველდღიურ საქმიანობად აქცევ, არანაირი შედეგისგან დაზღვეული არ ხარ. 22 იანვრის აქციაზე ბერკუტმა დემონსტრაციის დარბევისას 2 მოქალაქე მოკლა. აქვე შეგახსენებთ, რომ აქედან 6 დღეში, 28 იანვარს, პირად საქმეზე კიევში წასულმა თბილისის მერმა კახი კალაძემ შინდაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაში ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაიდნის პროტესტი კი გრუშევსკის ქუჩასაც კი არ ცდებოდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი ნორმალურად არის. თვითონ კიევშიც ყველაფერი სტაბილურადაა. თქვა მაშინ კალაძემ და იმთავითვე ცხადი გახადა, რომ ივანიშვილის რეჟიმი პროევროპული მოძრაობის ნაცვლად უკრაინის პუტინის პრეზიდენტს თანაუგრძნობდა. ახლად გაგუძებულებისთვის ბარამეტყვი, რომ დიახ, ეს მაშინვე ცხადი იყო. დემონსტრანტების მკვლელობის შემდეგ პროტესტის უკიდურესად გამწვავების მიუხედავად, იანუკოვიჩს ჯერ კიდევ ჰქონდა შანსი მოქალაქეების მოთხოვნებს დათანხმებოდა და პოლიტიკური კრიზისი მშვიდობიანად განემუხტა. გაეთავისუფლებინა დაკავებული დემონსტრანტები, კონსტიტუციით შეეზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები და დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. თუმცა მან კომპრომისს საკუთარ მოქალაქეებთან ბრძოლა ამჯობინა და 19 თებერვალს რადაში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. პარალელურად პარლამენტის გარეთ მიმდინარე პროტესტის დარბევისას ბერკუტმა კიდევ რამდენიმე მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, რის შემდეგაც ვითარებამ შემოbrunების წერტილი გადალახა. ყველაზე სისხლიანი დღე 20 თებერვალი აღმოჩნდა, როდესაც მაიდანზე მდგარი სასტუმრო უკრაინის ფანჯრიდან დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. ბერკუტი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღს იყენებდა და მოქალაქეებს პირდაპირ ქუჩაში ხოცავდა.
20 თებერვლის სასაკლაოს შემდეგ 21 თებერვალს იანუკოვიჩმა ევროპელების მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, თუმცა კომპრომისისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო. ოპოზიციის ლიდერების მცდელობის მიუხედავად, კიევის ქუჩებში შეკრებილმა დემონსტრანტებმა იანუკოვიჩის დათმობები არ მიიღეს და პირობა დადეს, რომ მათი თანამოქალაქეების მკვლელი პრეზიდენტის გადადგომამდე პროტესტს არ შეწყვეტდნენ. აქედან რამდენიმე საათში 22 თებერვლის დილას იანუკოვიჩი მოსკოვში გაიქცა. ზედაპირული დაკვირვებითაც კი ცხადია, რომ თუ კი მაიდნის პროტესტი საქართველოში მიმდინარე წინააღმდეგობის მოძრაობას რაიმე თი ჰგავს, ეს სწორედ ვიქტორ იანუკოვიჩსა და ბიძინა ივანიშვილის შორის მსგავსებას უნდა მივაწეროთ. სწორედ იმიტომ არის ანტიმაიდანი რეჟიმის მხარდამჭერთა მთავარი ლოზუნგი, რომ რეჟიმი იდენტიფიცირებს თავს იანუკოვიჩთან და არა პროტესტი მაიდანთან. იმისთვის, რომ უკეთ გავიაზროთ ეს რას ნიშნავს, გავიხსენოთ ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის შეხვედრის ისტორია რუსეთის ახლად არჩეულ Vladimir Putin. I remember going to Putin's dacha. It was about to become Secretary of State, and Putin had this man come out from behind a door, and it's Yanukovych, and he says, "This is Yanukovych, and he is going to run for president of Ukraine." And he might as well have said, "This is my man, Yanukovych, and he's going to run for president of Ukraine." Აბათ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მაიდანს დასავლეთის მიერ ორგანიზებულ სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს, რადგან ასე აფასებს მას მისი რეალური სულის ჩამდგმელიც. Начались деструктивные действия оппозиции, поддержанные Западом, и все дошло до Майдана и до госпереворота на Украине. Როგორც წესი, ავტორიტარები მოქალაქეებზე მაღალი წარმოდგენის არ არიან. მათ არ სჯერათ, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავისი ნებით, თვითორგანიზებით აიღონ ინიციატივა ხელში და მათთვის ყველაზე ძვირფასი დაიცვან ისე, რომ ამას არავისი კარნახი არ დასჭირდეს. სინამდვილეში არა დასავლური დაფინანსების, არამედ იანუკოვიჩის მოღალატეობრივი პოლიტიკისა და დაუნდობელი რეპრესიების შედეგია, რომ წარმატებული ექიმები და იურისტები ლვოვიდან და როვნოდან კიევში მაიდანზე ღამეებს ათევდნენ და მათთვის ყველაზე ძვირფასის დასაცავად სიცოცხლეს სწირავდნენ. ისე კი პუტინის ტურდღის წესრიგში ხელისუფლების მსგავსებას თუ გვერდზე გადავდებთ, აღმოვაჩენთ, რომ ქართული საზოგადოება უფრო ერთსულოვანია თავის არჩევანსა და მისწრაფებებში, ვიდრე 2013 წლის უკრაინული საზოგადოება. გარდა იმისა, რომ ნარინჯისფერი რევოლუციისგან განსხვავებით ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მოსახლეობამ კორუფციასა და ჩრდილოვან ეკონომიკას თავი დააღწია, ყველა გამოკითხვით ევროპაში ინტეგრაციას ქართველების 80%-ზე მეტი უჭერს მხარს, რასაც 2013 წელს უკრაინელების მხოლოდ 46% ემხრობოდა, 33% კი ეწინააღმდეგებოდა. უკრაინულ საზოგადოებაში ღირებულებითი განსხვავების გეოგრაფიული გამყოფიც არსებობდა. დასავლეთ უკრაინა მეტად უჭერდა ევროინტეგრაციას მხარს, ხოლო აღმოსავლეთი, განსაკუთრებით ყირიმი და დონბასი, მეტად ეწინააღმდეგებოდა და მათ შორის ამიტომ მიიჩნიეს მცდარად, როგორც იანუკოვიჩმა, ისე პუტინმა, რომ უკრაინის აღმოსავლეთი მათთვის დასაყრდენი იქნებოდა. ქართველი ხალხი კი თავის დასავლურ მისწრაფებაში ერთიანია, როგორც მთაში, ისე ბარში, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში და ეს ერთიანობა ეფუძნება მთელს ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას. ხობის წყალზე ფარტაძესა და აიეტს შორის გამართული დისკუსიით და ვახტანგ გორგასლის ანდერძით დაწყებული. ილია ჭავჭავაძესა და ქართველი განმანათლებლების მოღვაწეობით გაგრძელებული და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკით დასრულებული, რომლის კონსტიტუციაც იყო ჩვენი ევროპელობის ყველაზე კაშკაშა მაგალითი და რომლის მემკვიდრეობასთან დაბრუნების პროცესს 20 დღეზე მეტია საქართველოს ქუჩებში ვაკვირდებით. სწორედ ამ პროცესის შეფერხებას ცდილობს რეჟიმი შიშების კულტივირებით და ამის მრავალ მაგალითს შევხვდებით. იქნება ეს იმედის მიერ გავრცელებული ფოტო, წარწერით სავარაუდოდ შეიარაღებული მშვიდობიანი მომიტინგე. მაშინ როცა გვერდით აკადრიდან შეხედვისაც ნათლად ჩანს, რომ ფოტოზე აღბეჭდილ პირს არა იარაღი, არამედ კამერის შტატივი უჭირავს და ის არა დემონსტრანტი, არამედ ტელევიზიის ოპერატორია. იქნება ეს სუსის მიერ გავრცელებული ბოდოები, თითქოს დემონსტრანტები ვითარების გამწვავების მიზნით ორი მოქალაქის მკვლელობას გეგმავდნენ. თუ ეს ბოდიშკი ხთით შეგაწყვეტინებ, ჩვენ საუბრობდით ახლა მსგავსებებზე და ქვედაკადრში არის როგორ უკიდებენ ცეცხლს მაიდანზე ნაძვისხეს და ეხლა ვხედავთ როგორ იწვის თბილისში ამ წუთებში პირდაპირ ეთერში თუ არ ვცდები ეს არის ნაძვისხე, თბილისის ნაძვისხე. მთლიანი კადრი ვაჩვენოთ, არა როგორც მეუბნებიან სხვა რაღაცა ალდა. რამდენსაც უნდა ეცადოს რეჟიმის პროპაგანდა მოქალაქეების მცდარი პარალელებით დაშინებას, სინამდვილეში ქართული საზოგადოების პროტესტი არის უნიკალური თავისი გამოცდილებით, თავისი შინაარსით და თავისი სულისკვეთებით. და გამარჯვებამდე მის სასვლელი გზაც იქნება უნიკალურად ქართული.